იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. დავყრი და წავალ რა. სულელია, შემოვიდა ახლა ვიღაც იდიოტი და მონადირული ძეხვი მინდაო და მე ვეკითხებ, მე სად მუშაობთ მეთქი ბატონო, ბანკშიო. ვები გავლანძღე ისე დღეში ჩავაგდე, მე ვთხარი მონადირე თუ არა ხარ, არ მოგცე მეთქი. არ გაგატან მეთქი პრობლემს თქო რა. ნუ დეგენერატები, რა და გავაგდეთ კინწისყური ქსემით. რატო დალიდეიდა რას ლაპარაკობ? დაუ ეხა ბატონმა შალვამ რო გაიგოს, ორივეს გაგვაგდებ სამსახურიდან. მონადირული ძეხვი უბრალოდ ქვია მაგდე, სახელია. რა ფეხებზე დაიკიდე, შალვა, ტოჟე მე შალვას. ეხა გაცინო რა. ვაიმე ისეთი რაღაცა დამემართა ეხა წინა კვირა შემოვიდა ვიღაც და მეკითხებ ქალბატონო ივერია სოსისი ხო არა გაქვთო და ვაიმე მოვკვდე სიცილი ვერ შევიკავ მეთქი რა ივერია ანსამბლი თქო გამოვშტები მე გიჟდები მე პაშალზე ტატიშუზე გაზდილი ვარ ესე გავოცდი ისე მიყვარდნენ ეგენი ის ორადორი მეგობარი ორი ჯუჯა ნუ მაღაზზე გიჟდები გავყარე ეგენიც ის ცოცხე ურტყი რა მე რას გავხარ მოიწეს რიგე ცოტა რა ის რა დედიო შემოათრიეს მაიმუნი ესა წამოდი და შეაგდე მანდეს უსინდისო ეგა შეეტრია რა ეგონა ამასო გამეპარკო მაიმუნი დათუნა ამ სატიპოვეთ ბატონო შევიდა მაგის გვერდზე ეს ხაბარი ამოგდებული ეს არა მარკეტი როგორ გამექცა მარკეტი აი ამ ყვაში უკიდე აი შეგაჩაი აუ ხავჭის ხაბას მოგაზრობ შოპენს ახალო მიაგან უნამუსო ეს დამპალი ეს როგორ გამექცა მარკეტიდან ბიჭო როგორ გამეპარა ეს უსინდისო ეს ჰა აუ არეჩხუბოთ რა ბატონო არეჩხუბოთ შენს კაი დამპალი ხარ გააღე თვალი აუ კარგი თვალი მომეცი აი საიდია აუ ბატონო შალვა არა უშოს გამოიბადა ხოდე ეს დეგენერატი წუმპიდან ამოვათრიე ბანკში მუშაობდა მართველი იყო ბიჭი დილით მიაკითხავდა მანქანა მიყავდა სამსახურში საღამოს ისევ სახში მიყავდა წუმპიდან ამოვათრიე და 200 ლარიანი ხელბაზი დაუნიშნე აბა თან რამდენი თანამდებობა შეუთავსე მორალეც ეს იყო დამლაგებელიც ეს იყო მტვირთავიც ეს იყო მაგრამ უნამუსო რო იქნება ადამიანი დარჩება უნამუსოდ გადაიპარას მოგოდ მე რაღაც ის მომაყენოს რა ქვია ზარალი ამ დამპალმა ამან ვაიმე დამპალმა გაატაკე სამათმა კვირილმა რა სად არიან ბიჭო შხები სად არიან ის სად არიან ხი ამოღერღე შენ ერთი მაგას არ გეტყვი სად არიან მეორე ერთი იცოდი რომ მე შენი მონა არასდროს გავხდები გაიგე ურა მაგარი ვაშკაცი ხარ ურა მაგრამ იძალიანდები მოიმე მოიცადე რაღაცა არაფერი დაუშაოთ ბატონო შალვა სარეცხი საპონი ნაჭამი გაქვს უკვე მარილს ჩაგაყარი პირში მარილს ჩაგაყარი ჭამე ყველა მარილი მონა არ გახდება ბიჭი ეს უსინდისო ეს უშენი ხო ისევ ამ დამპლებში მუშაობს სხვაგან საწავა აი და შენ საზიზღარი ბიჭი ხარ რა გოგო გაჩუნდი ვინ არის საზიზღარი ბატონო შალვა გამიშვი რა დედა აფეთქებული ძაღლი ვარ რომ დამავიდო აბა რა ხარ ძაღლზე უარეს ხარ მანდ უნდა ეგდო შენ უსინდისო ესა ხა შენ თავს ფიცავარ რა ძაღლი დათუნა რაც თქვენ წახვედით იმის მერე საერთოდ დაინტერესდით მე რა დღეში ვიყავი მონასავით მამუშავებ და მანამდეც და თქვენი წასვლის მერეც
კონსულტანტიც მე ვიყავი, დაალაგებაზეც მე ვიყავი, ყველა სიმძიმეს მე ვათრევდი. ვოცნებო, რომ 1-3-4 დღე მე მიმაბას წაღლივით და დავიძინო. მოვა მაგის დროც. გეხვეწებით რა, ბევრი ხალხი, ნუ შემოდიხართ, აქ ზედახო რა, არ მჭირდება რა. მოვიგლიჯო და დავაგდო. ამას რა ქვია ბიჭო? რატომ მოაკლი? ხალბატონო დალი. თათბირი მაქვს, ხო ხედავ, რატო შემოდიხარ? დაუკითხავ. თათბირი, ნუ გააკეთე თქვენი თათბირი. ბატონო შალვა, ის მათევზის მაცივარი დავალაგე. რატომ უნდა თევზის მაცივარს დალაგე? მაცივარს არ ჭირდება დალაგე. ვაიმე, რას ლაპარაკ, ყარდა თევზის სუნი ამოდიოდა და დავასხი დომესტოსი მთლიანად თინა. რა ქედი გოგო დომესტო თევზი ამოიღე დომესტოსი რო დაასხი? არა, თევზი შიგრით არის ყარდა და დავახურე ისმა დავასხი დომესტოსი და დავახურე. შენ ნორმალური თუ ხარ თევზს რა უყო მე გოგო შენ ნორმალური ხარ საერთო? ეხლას ნორმალური ეს რაზე გაგუჩნდა გოგო თევზი არა, იმას იქ რაღაცა მაცივარში ლორწოებიანი რაღაცეებიც იყო, ისინიც და იმასაც დავასხი. კრევეტებზე იმაზეა მოს ლორწოვანი. ეს რა უქენი მაგას გოგო? დავასხი დომესტოსი. დომესტოსი დაასხი კრევეტებზე. ვაი, ნუ ყვირი გეხვეწები რა, ის კენჭებივით რაღაცებიც იყო, ყარდა იქ. კენჭი კი არა, ლოგოგინა ფრანგული შეშეძა კილოგის 400 ლარი შენ ნორმალური ხარ. ჩორტურა კილოს გამაფრთხილე რა, შეკაი ადამიანო, მართლა წავალაქედა რა. გადამყარე მაგის დედაც. ფილიპე. გაეკიდე ხა მაშინ და მიხედე თორე იცოდე გისერს მოვტეხავ იცოდე. არ ვიცი მე შენ ნათესავი ოტო. არაფერი არ არის ბოს ჩემი, არაფერი არ არის. უბრალოდ ეხლა მაგაზე ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. დილით ვასუფთავებდი მის ყველის მაცივარს. მერე? გუშინ 100 კილო ყველი რომ მივიხეთ. ო. გრამი აღარ არის დარჩენილი ბოს. სად არის მერე? ამან შეჭამა უეჭველი დათუნამ შეჭამა უეჭველი 100%-იანი თავს დავდი. მაგი შემთუ ბიჭო მე როგორ შემწამი გუშინ გაქცეული ვიყავ. გუშინ გაქცეული ვიყავ. რამდენი შეჭა აქ რო ყოფილიყო ორჯერმე შეჭამდა ბოს უეჭველი. მომისმეთ ერთი წუთი. რა გინდა რა? ეგ მთლიანი 100 კილო ყველი შევაგდე მიკროტალღურში. მერე რა ქენი? დავა. რატო შეაგდე გოგო? დავადნე ახლა რატო შევაგდე? ყველი რატო დაადნე? ეს ნორმალურია საერთო? ვაიმე. ყველი რატო დაადნე გოგო? ვაიმე ყველა ყველ სიტყვას და რა ვქნა, ბარემ ერთიანად დავადნე რა, ხალხო ცოტა აზზე მოდით რა. მარკეტინგ მენეჯმენტ საერთოდ აზია. ფილიპე, ჩემი დგავალ ბოს. ფილიპე დაახლოებით ამასთან ერთად შენ იცოდე. ია, ჩემ თავს გაფიქრე, რაღაცა მოიფიქრე, ეს მოწამულოთ რა, ეს არა ადამიანი და მუცველოთ თავს გავიქცეთ რა. და შენ როგორ ფიქრობ, რომ აქამდე არ მქონდა მაგის მცდელობა? ვადაგასული რაც კი გქონია, ყველაფერი ვაჭამე, ვადაგასული მაიონეზები, ვადაგასული ძეხვეულობა, ვადაგასული სოსისები, ვადაგასული შოკოლადები. კარაქის მაგივრა და ვადაგასული მარგარინიც კი ვაჭამე, მაგრამ არ კვდება ეს დამპალი კაცი და რა უყოთ. უკაცრავად. ხელი ხომ არ შეგიშალეთ? რა ურა მაჭამე გოგო შენ? გამოეთრი აქეთ. არაფერი დაუშავ. გამოეთრი აქეთ გოგო რა არა ვადაგასული სენი მაჭამე შენ, ჰა? თქვენ კი არა ბატონო შალვა. რა ბატონო შალვა? არ ეუნებოდი რომ ვადაგასული მარგარინი ვაჭამეო? შენ იცი მე რა პერიოდი მაგ გამოვლილი გოგო? 90-იანები იცი შეწეროთ რა არის? ჰა? იცი? უნივერსიტეტის პაზამგაში მაკარონიანი ხაჭაპური მაქვს გოგო ნაჭამი იმან ვერაფერი ვერ მიქნა. პირიმზე წინ კარბიდის არაყი მაქვს დალეული შენ ჭობეძაღლო შენ იმან ვერაფერი ვერ მიქნა. და შენ კიდე რა რაღაცა მომწამლო მაგით? შეუსინდისო შენ. დიდუბეში დაგილევია ჩამოსასხელი ლიმონათი. არა ბატონო. დაგილევია ვერც დალევ, იმიტომ რომ ყველა მედავლიე. და შენ კიდე მე მომწამლო შენ დეგენერატო შენ. აი. რა ისი თქვენ 90-იანები თქვენ წურბელებო თქვენ. დიახ. უსინდისოები ესენი. აი ახლა ერთხელაც ვიტყვი და მე პაშო მართლა რა. ის ყვითელ ფასიანი პროდუქტები სულ გადავყარე. იაშიკებით გაუშვი. რა ყვითელფასიანი პროდუქტები? ეგ არის ფასდაკლების ბარათები, რომ შემოვა მყიდველი ხდება ფასდაკლება არის თუ რა არის? ეგ ფერები მაგას არა, ერთი წუთი. მაგას მე ვაკვირდები რამდენი ხანია. ჯერ ხომ მწვანეა. მე ყვითლდება და მეთქი ვიფიქრე სანამ გაწითლდება თქო, მოვასუფთავ ბიჭებს მოვაყვანინე, გაიხარო სერგო მტრის მოიყვანა. მანქანა და გავასუფთავე, დავაწყრიალე ყველაფერი გაუში ნაგავსაყრელზე. გადაყარე გოგო ყველა? არ ვარ გუდა დაბა დაბტოვოა. ფილიპე! ვაიმე! ფილიპე შემოეთრი და გაათრი ეს აგერა სადახარ ბიჭო? მინდა რომ ჩავარტყა. თელი პროდუქცია გადაუღრია შობენძას საბად ბიჭო.
მარტო ეგ კი არა, საერთოდ რა, ცოტა გამოფხირდით ამ მაღაზიაში რა ხდება. თევზის სექცია არის გაუხრებული, გაფუჭებული. გადავყარე აი ესე იაშიკებით გადავყარე ის ხიზილალა. შენ გიჟი ხარ როგორ ნორმალური ხარ? ისი რა გეს 100 გრამი შავი შეუპატრონო. საერთოდ ისი გილა ხავს ხიზილა რა? საერთოდ. აღის. 2000 არის, 3000, 4 მე რა ვიცი, ბევრი. მე წითელი დავტოვე ის შავი გაფუჭებული, რაც იყო გადავყარე. აი ძალიან დამღალეთ ერთ. ვაფშე მე აქედან წავალ რა. ეს უმადურებია, შალვა არა ჩემი. შეხედია. სია. ხედავ. ბატონო შავო, იქნებ თვალები გაახილოთ, შეხედე. აი მას თქვენ ხედავთო? აი არა. რა საკეთე? რატო? რა? აი მე. გამოდი შენაკი. რა? შავხიზი. ვინი მოიწონდა მეწამისვამრთო? შავხიზილანას რა უნდა შენ ტუჩებზე ბიჭო? ამა რა დამისვახლო? როდის ბიჭო? აუ ბატონო შალვა. შენ თუ არ გათრი, ამ ყმით თუ არ გათრი. აუ დათი. ამ ყმით თუ არ გათრი, წამოეთრიე. კლიზმა მაიდანე კუჭი უნდა ამოურეცავე, ხო? ხედე ტუჩებზე. ბილიკალი. დაიკიდე ფეხებზე რა. ის გაზიანი სასმელები რაც იყო, ყველაფერი გავატანე ვიღაც ბიჭ 0 ეწერა, ანუ უფასოო და წაიღო. აი მე რა უფასო, ქალბატონო დალი, ნუ გამაგიჟეთ. უფასო არ არის 0. აი მე უშაქროა ეგ, რატო ვის გაატანეთ? და ნაით მართლა რა თქვენი ხდება? რა გამაგიჟეთ. დავაი, შედი ბიჭო, რაღაც უჩი. ბიჭო, ხო უეჭველი ეს ვინა არის ზოგადად? და სამგოშა ხო? უეჭველი ნაკოლია, იცი როგორი ნაკოლია ძმა? აი, როგორც ყველა პენსიონერი ქალი არის კრიმინალის. აუ, პენსიონერი არ ახსენო ბიჭო, იმენა მაგათ ხო ვერ ვიტან, ეგენი არის ყველა კრიმინალები ბიჭო. ამას წინათ მივდივარ და დებია დგას იქ ბანკომატის რიგში რა, ბანკის რიგში რა, პენსიონერები იმენა კრიმინალები სხვა და ხო დავინახე ეს ბებო ბიჭო, რო შევხედე უეჭველი ძმაო, ბარიგა, ან დამდები იყო უეჭველი, ან ამღები ძმაო. მეთქი მოდი აქ შეახორბე რო ვწვი ქეჩო შენ ძმობას პიცავ ხო დავიტყვი რა. ბიჭო, ვერანაირი ნარკოტიკი ვერ უნახე და ვერაფერი, მაგრამ შენ ძმობას პიცავარ, აი ძმა 2 ლისტი კორსიზი შენ ძმობას პიცავ. ხო არ ვიქალი. კორსიზი მერე რა, ძმობას გავს. რა ბიჭო, პენსიონერს 2 ლისტი კორსიზის ფული გაქვს საიდან, ესე იგი ბარიგა ხარ შენ აბა. მე ჩავაჭედე ციხეში შენ ეგ ახვარი პენსიონერი. შენ რატო დაიგვიანე ბიჭო? ხო გითხარ დღეს მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს თქვენ. აუ, მაგარი საცობები იყოს იმონ და აი ის ვინ. მერე ბასლაინზე ბიჭო, რატო არ შედეგი ჩააჭირე ბოლომდე მაგ 200-300. ბასლაინი ავტობუსებისთვის არ არის იმ. აუ ეს რა. შენ ბიჭო რა გინდა ძმა? ქვეითსაც ხوار დაუთმეს მგზა, ა? რა ვიკი? შე ბიჭო, მომისმე ჩვენ დამუშავა თუ გინაც და გონსმან თუ არ და გააკედან მომი. ზებრაზე იმენა ხალხი დათმევა და რა კი არა ეს როდის გამოიწურთობა იმენა ახალი თავში ერთი წამი მომისმენთ ეხა შევდივართ სიმ კაცი ქალი ვსი განსხვავება არის მოხუცი ქალი თუ იყო პენსიონერი თავში ესროლები და დაცვა ოი საბიჭო რა ძარცვა იმენა პოლიცია რა ძარცვა ბიჭო აუ ბიჭო ძველი დრო გამახსენდა უცბად რომ უაზა ერთი წუთით რა ხდება გამაგებია? სიარაღები გაწიეთ, კაცო რა ხდება ამიხსენით? კრიმინალური პოლიციიდან ვარ, ქალბატონო. გვაქვს ინფორმაცია რომ ამ სახლში არის ნარკოტიკები და უნდა ვნახოთ ყველაფერს ვიპოვით რა სადავაი. ნარკოტიკული საშუალებები. არა რაღაცა გეშლებათ ხალხი. გეშლებათ. გაჯეთი ქალო დროზე. არა დავჯდები ხომ, არა რა ნარკოტიკები რაღაცა გეშლებათ ხალხო. აი ესე რო შემომივარდით სახლში, როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? ჩემი უფლებები არ ირღვევა? ღმერთის არ გეშინია? ქალბატონო, ერთი რამე დაიმახსოვრე სიმო. ჩვენ შავლოვიჩის გარდა, ჩვენი უფროსის გარდა არავის არ გვეშინია სიმო. მაგას ენაცვალე სუჩი. შავლოვიჩი მაგარი კაცია. მაგის გამო დავიწყე პოლიციაში მუშაობს. ბიჭო, შენ გასათხოვებლად მოხვედი თუ სამსახურის დასაწყება ჩვენთან სიმონ? ოლა კუეჭველი უნდა ყავრა. კაი რა ხდება? გასაკეთებ ბიჭო შენ გამაგებინეს. ეძებ. რას ეძებ? ჭამ ბიჭო. ბიჭო, უეჭველი ვიცი და პეჩენიაში აქვს, მეორეში ექნება ნა. ბოლოში იქნება ხო? უეჭველი ფაქტი არა, არის. არსად არაფერი არ არის ხალხო, მარტო გაწოლი ქალო შენ ერვებს. ოპა! აგე თუ არ არის. ეს რა არის? რა არის პასუხი? ეს რა არის?
ეს რა არის? წამალი. წამალი თავის პირით მოაღიარებ ჩემს ეს არის კლუბური ნარკოტიკი. ეს არის უეჭველი. ეს არის კლუბური ნარკოტიკი. წამალი. რა მაგასაც გაჩვენებ რა არის? ხო და მოდია გავსინჯოთ ახლა. და ამას ვაჭერ რო ამოგალპობ ციხეში და მომეცია ბიჭო გახსინჯოთ, კაცო. მომეცია კეთილი. არა, არ და. ოპა, ესე იგი არ არის. არ დალიოთ. მაგეთი ნახევარი საათი ეს გახსნის და ამას ამოვალპობ მე ციხეში. რა არის მიხვდი რომ დაგერხა ხო არა, მე არ დამერხა არანაირად. ეს წამალი არ უნდა დაგელიათ ხო? კაია, ხო დრაგები სახში შენ ახე. არა, რა დრაგები? ეგ არის ქალური ჰორმონის წამალი. ქალური ჰორმონი თქვენ რადგინათ ისედაც ქალი ხარ. არა, ხო, ქალი ვარ, მაგრამ ექიმა დამინიშნა და ბიჭო, არაფერი გვაწყო ეხლა. ეს ამას მე ოქს შევადგენა. ჩვენ ორგანიზმს რას უზავს ქალური ჰორმონს? დავაი დავტრიალეთ ყველაფერი გადაატოვეთ. დავაი, წავიდე. აზრი ხარ. ბიჭო, ერთი წუთი მას გაბიცე. რა ხდება? ნახე რა მე. მე მგონი არაფერი, მაგრამ მე მგონი მართლა არ არის ეს კლუბური ნარკოტიკი. არა მეთქი გეუბნები. ერთი წუთი ქალო შენ მოიცა რატო ვარ? ბიჭო, პროსტა რა თემა არის, იცი? არც გაბრუებული არ ვარ და არც ენერგიაზე არ მომიყვანა. ერთადერთი ხა რაც მინდა აკაურობა მინდა რომ გამოვხვეტოს იმ. პროსტა მაგარი გამოსახვეტი არის. ჯერა ფეხები შემოხვედი შეშემა რა არის ეს? ერთი წამი ბიჭო რა დღეში ხარ? მოფხიზლდი ბიჭო რა გჭირს არ დაკარგოს იმ. ახალი ხარ ბიჭო შენი ორგანიზმი ვერ ეგუება ბრატა ყველაფერს. გამოვიდა ბიჭო ამას ისე არ ვიცი. რაღაცა ბიჭო მეც აი მაციებს და წელს ქვემოთ ვერაფერს ვერ ვგზავნა. არ დამღუპოთ ბიჭო. ო, ეგრე იცის, ეხა წელს ქვემოთ რა შეგრძნებებს დაემშვიდობე. რა და გოგო რა დავემშვიდობო? დავაი ერთი შენ კითხვებზე გამეცი პასუხი რასაც კითხავ. ამას უყური რასაც გეტყვის იმ გასაგებია. ნუ მიყვირი ერთი გაიწია იქეთ გისმენ. ხო და სად იყო შენი მეუღლე გუში ღამის 3 საათზე? სახლში, სახში? სად მუშაობს? ბანკში. ბანკში? გუში სამსახურში იყო? კი, დილით წავიდა. რა თანამდებობაზე მუშაობს? კრედიტ ოფიცერია. ჩხილებს რომ სალონში იკეთებ? ჩხილებს რომ სალონში იკეთებ? აი, კითხვა რა შუაშია ეხა ამ საქმესთან? გოგო იცი რა შეხედე პროსტა რას მიყავს? აი შენ თვითონ ვარ მეც გასაკეთებელი მაგ ხე შიდა კითხვა გა აი, ერთი წამი რა ერთი წუთი ვარ რა წავედი ბასლაინზე გავივლი ცოტა ხანი იქნება მოვიდე ხოლმე იმენა ეს რა არის ბიჭო შენ რა შვებით ზომბას გაბიცე რა ვინმე ეჭვიტანლი დაინახე თუ რა ხდება რატო იყურები ბერიაშვილებს გოგო მოაცილა ვიღაცა ბიჭმა აი რა როგორი ბიჭია მაღარი ქერაც ის ფერთვალება ათლეტური რაღაცა ექიმია ეგ ექიმი ხო ვაი მე ხალათიანები ძალიან მევასებე დამანახე აუ ბიჭო გამიშვი ძმაო ერთი წამი ვაიმე მართ ერთი გამიშვი ეხლა შემდაუნებურა თქვენი შენზე მოპასპიცავა რა შემდაუნებურა თქვენი ბიჭო რა ხალათიანები გეუბნები ჩემი ჰორმონები ერთი წამი რამდენ ხანში გამოდის ორგანიზმიდან ეს ყველაფერი გამაგებინე რა ვიცი 3-დან 5 დღემდე ინდივიდუალურია ორგანიზმზეა დამოკიდებული აუ რა 3-დან 5 დღე 5 დღეში ხო გავთხოვდი სიმონ ასე რომ ვაიმე რა გაწინებთ გამოდეთ ხარით არ უნდა დაგელიათ ხო ბიჭო რატო არ დამიჯერეთ რომ ჰორმონებიათ ხო ხო და იყავით ეხა ეგრე მე სიზღები ერთი წამი მოიხოდე ბიჭო ეხა რა გჭირ ნიშ შენ მართლა ეხა მას გაბიცე მოიხოდე რა იქით ოთახი დავშმენა მე კაი რა ხდება მოიცა ისტორიას მოყვები რაღაც ხო იცი ისტორიები მენა მაგიგი ამის წინ კაროჩე კაცი მოდის გზაზე და დაუიჭიდე გავაჩერე მოხუცი კაცია ბიჭო და დავაგდეთ და პიტა ციხლი დავაჭერე ასეთ იმენა შეძმობას მისავარ ეგრე ტირო და ზუსტაცი მეთქი რა გატირებს შენი დედავატირე და დავატკინე ჩავაჭირე კეფაში წინ ზუსტად ეგრე ქვითირებდა შენ ძმობას გოდიშ ფეხები ამიცით ხალბატონო ერთი წამი შენ რა იცი რანაირად ქვითინებდეს პაროდიებს რომ იკეთებ ბიჭო აი იქ არ ყოფილ ხარ გული ამიჩუხდა უბრალოდ რაზია გიჩუხდა გული მოჭი მოიხადე ბიჭო რა მაგიჩუხა გული სულ კაცი რო დავაგდე და ციხლი რო დავაჭირე მაგანა გიჩუხა ხო და რა ვაკირე და ზევარ მოხდა ეს რა დაიტიმ შოყობილი არ ბიჭო რა მიყოფილი კაი მარჩი თქვით ის რა დღეში ხარ ბიჭო აუ პროსტა რა ეხლა არსოვს მაინდა მაინც არავინ ამ უბანში რა ნაირი უბანია საერთოდ რა ხდება რა
ბიჭო, რავი, ეხა მომინდა უცებ რომ ვიღაც კაცისთვის დალევა ამეკრძალა და სახლში ამომეთრია. ეგ როდებდე უნდა ეგოდოს, ვა? აუ, ჩემი. ფაიმე. რა გატირებ, შენ რა გატირებ? ბიჭო, მითხარი. მე რა მწის არ ვიცი. რა გინდა, რატო ტირი ხარ მითხარი? აუ, ხანდახან გონია რომ საერთოდ არ მისმენ და ჩემს გრძნობებს და პატივს არ წებ, ჩემი რა. რა ჩემი ცოლივით ველაპარაკებ, ბიჭო, გაგაყავ ახლა სახეში. აი ხლა ეგეთი უხეში ტონით მეორედ დამელაპარაკები და საერთოდ წავალ. სად წახვალ? სადა დედა ჩემთან შენ არ გავო შენ. გიო, არ წახვიდე გთხო. აუ ჩემი. 5 დღის მერე ამოვალ. კიდე თუ ასე ვიყავი და გაკაწრავ მაგ სახეს გაიგე შენ დამპალო ქალო ბიჭებო. უღჯები კაი დამელოდეთ რა. მე გავაღებ ხალო იყავი. გამარჯობა გენაცვალე. გამარჯობა. მოკლედ საროსკიპო რო გაიხსნა ჩვენთან უბანში. ხო. მოკეტი არ არის პრობლემა. მაინც. მაგასთან დაკავშირებით ვატარებთ კვლევებს და რამოდენიმე კითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება. არა, გვაინტერესებს. აი რა იქნებოდა მაგალითად თქვენთვის, აი თქვენ რომ გვესტუმროთ საროსკიპოში, რა იქნებოდა თქვენთვის ყველაზე საინტერესო რომ გამოვასწოროთ? ხო, ახლა რა არის მნიშვნელოვანი, ხო, შედიხარ ინტერიერი. ინტერიერი? რაღაცა ჩაბრენლებული რაღაც ოთახები იქით-აქეთ. მომსახურება ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, თანაშრომლის მოქნილობა რა. მოქნილობაში აი რომ დამიკონკრეტოთ ას გულისხმობთ, რა ხო, ხნა კრეატიული რო იყოს რა, მარტო ხო ხტები რა, სხარტი რაღაცნაირი ისე. ენერგიული, სიცოცხლის ასე მოქნილი კი სულეთი და იგივე. რა მაინტერესებს, თქვენ ჩვენთან დამყოფი ხართ აქამდე? მოკეტე. დამყოფი ხართ, ესე იგი კი ბატონო, ძალიან კარგი. რა მოგეწონათ და რა არა, აი მაგალითად რა არ მოგეწონათ, აი რითი იყავით უკმაყოფილო? ეხა მართალი გითხრა, ქალებით იმდენად არ გადავირი, უბრალოდ ხინკალი ვჭამე მე მად. მართლა. აი, სად არ მიჭამია, მაგრამ ხო, იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩვენი როსკიპი მასტერშეფის გამარჯვებულია და მართლა რომ სასწაულ ხინკალს მე ამოდი ერთი დავსხდით იქეიფოთ რა ქალები რა ზიალაპარაკი. ხო, კიდე ერთ კითხვას დაგისვამთ, აი მაგალითად რა შეცვლიდი ჩვენს მომსახურეობაში? შევცვლიდი ახლა რა გითხრა ესე. პროფესიონალიზმის ნაკლებობა არის რა თქვენთან რა არის და რას ამბობთ კაცო? ხო, ეხლა ამის წინ ვიყავი მოსული და ბუდში. ხალი წავიყვანე რა, ეხლა გაკაფული ვარ, ერთი ამბავია შოუ პროცესია და ხმა მესმის უცბად რა, აპაცე, გამიგე? რასა? ხო, მე მეგონა რომ მეთქი აბაჰე ბალიში ყოფდა, მაგრამ თურმე კაცო TikTok-ს იღებს რა, შუა იმის, აპაცე მუსიკები. რასა? ხო. ხო, ნათია ხო არ იყო ქერათმი? ხო, არ ვიცი ახლა, მაგრამ მე ნების დაოკებაში ვიხდი ფულს, ახლა TikTok-ებში ხო არ ვიხდი მე ფულს, არა, ხო. გავაფრთხილებ მაგას აუცილებლად, ერთი TikTok-ერი ყავს, მესმის გამოვასწორებთ აუცილებლად. კი ბატონო. რა ხდება, რა გამოკითხვებიაო, მიხეილ პაატი? ხო, არაფერი ჩვენ უბანში გაიხსნა საროსკიპო და აი ესე დავდივართ და გვაინტერესებს მინუსები, პლუსები, ნუ კითხვებს ვუსვამთ მოსახლეობას და ასე შემდეგ. საროსკიპოზე, ხო? კი, აქვე გაიხსნა, კი. ხო და რაო, მამაკაცებმა რაო, მოგწონსო? არა, ხალო, რა მომწონს? პირიქით, კაცო, დასახურები ხართ, რა სამოდე? გაიყნავ თელი უბანი რა, ახლა ადრე რო ნარდის თამაშის ხმა ისმოდა და დომინოს კაკონის ხმა, ახლა კნესა და ერთი ამბები გამოდის იქიდან რა, კაცო, თქვენ. საერთოდ უნდა დაიხურო თქვენ შემოგევლოთ, მიშა ატოვიჩი. კარგი, კი არა და ისა რა ჯანდაბა ხდება თქო, კაცო, გავიგე, გენაცვალე, გავიგე. რამდენად ეთანხმებით თქვენ რომ საროსკიპო გაიხსნა აი აქ? და მე რას უნდა ვეთანხმებოდი, ანუ საროსკიპო მისაღებია ჩვენთვის? რა თქმა უნდა, არანაირად მისაღები არ არის, კაცო, ეხლა მართლა და მართლა ბარემ სახში შემოგვივარდით რა. ვითომ მასაჟის ცენტრია და შეხვალ და 1000 გარყვნილობა და მაგის დედავატილე რა. შე რა იცი? არა, მე ხო კისრის თიაქარზე რო. ქალო, ახლა კისრის თიაქარზე ხო ვიყავი შესული. მე ახლა რომ მივხვდი რომ რაღაც ცოტა თუ გარემოში ვიყავი, ეგრევე გამოვედი, მაგრამ თვალი მაინც ხო გამექცა, არა შიგნით რა ხდებოდა და თან სპეციალურად რო იაფი ფასები აქვს, გამიგე სტუდენტი ბავშვები რო შეეცემა. 80 ლარი ქალი. აი, დაბალი ფასები. შე რა იცი რა ფასებია? უთხარი, ლობიო. ბიჭები ყვიროდე, ვერ გავი რა ის არის ახლა. ის რო ყავთ კიდე ქერა ქალი რო რა ქვია? ლაურა. ლაურა, ხო. აი
კარგი რა, ახლა სტუდენტები დასიებული აქვს ბავშვებს თვალები, კაცო, დადიან იქით აქეთ ვერ სწავლობენ, ვერც ვერაფერი, აი გააგიჟა მაგლაურამ რა ეს ხალხი. არანაირად ჯერ საწოლში ფიცარი ჩვეულებრივი რა. ანუ უკმაყოფილო ხართ. ვინ არის ლაურა? ლაურა ჩვენი. კაცო, ბიჭები ყვიროდენ, ახლა ფიცარივით არისო ეკალიო, თორე მე რა ვიცი და ლაურა ვინ არის? ახლა სახელით ვერ გავიხსენე. ფიცარივით არისო, ლაურაო, ბიჭები ყვიროდენ. ლაურაო არისო ფიცარივითო ხმამაღლა ბიჭები დომინოს თამაშობდნენ, კაც და ლაურა არის და ბოლოს სამი თვე რომ ხელფასის ახში არ მოგიტანია, არიცი საწავიდა, ხო? გაგა ლაურავებ შენ და გაგა ფიცარი. კარგი, ერთი წუთით რა 70%-იანი ფასდაკლება გქონდა საროსკიპოსი ჩვენი, მაგრამ რა ხან ფიცარია და რა ლაურა სხვასთან გადავალ მიბძა. ფიცარი და ხელფასი არიცის გაგა. ეს მეთქი რომ მე რა შუაში ვარ. გამარჯობა გენაცვალე. ჩვენს უბანში გაიხსნა საროსკიპო და გამოკითხვას ვაკეთებთ თუ შეიძლება რომ გაგესაუბროთ. კი ბატონო, თქვენი სახელი? ანუ თამარი. თამარი სასიამოვნო. ანუ საროსკიპო გაიხსნა. კი ბატონო, აქვე გაიხსნა და ჩვენი საროსკიპოს დევიზია მეზობლის ხალხს ხელს ნუახებ თუ არ გადაგიხდიაო. ესეთი სლოგანი და მოვიქცეთ. რა მისამართზე გაიხსნა? სანამ მისამართზე გადავალთ, გეტყვით რომ ნახეთ ჩვენთან ყოველ ვიზიტზე გიგროვდებათ ქულები, ჩემო კარგო, გვაქვს ბარათები, ნუ სასწაული ბარათები არის, მაგალითად 100 ქულაზე შეგიძლიათ გადაცვალოთ ეს ქულები დუშგელზე, 200 ქულა არის მაგათად მასაჟორი არის მალების მე ისე მშველის აი ხო მაწუხებს, ნუ 300 ქულა ქვაბების ნაბორია და 300 ქულა და ეს აგროებთ და ძალიან მაყოფილი კი ბატონო ხო სადმდებარე აი სად არის იცი გეტყვი ახლავე სუპერმარკეტსა და ბავშვთა სამყაროს შუაში დიდი შენობა. აჰა. ხო, აი ქვია. ნუ იქ დაგხვდებიან ჩვენი წარმომადგენლები თუ არა. მე რა ვქნა ხა? აი რამდენად მე მაინტერესებს თუ იყავით ჩვენთან რამდენად კმაყოფილი ხართ მომსახურეობით მე რატო უნდა ყოფილიყავი ქალბატონო? თამულა საწახვედი ვინ არის ხალო? მოდი ერთი წუთით საროსკიპო გაიხსნა გამოკითხვაზე არიან რაღაცა საროსკიპო გაიხსნაო ჩვენ უბანში იცი შენ რამე? რამდენად კმაყოფილია ქალბატონი? რავი, საიდან ვიცოდე რა საროსკიპო გაიხსნა? არიცი ისა, ხო, ისე მაგფართში ადრე იყო სახაჭაპური. და ისე იმედია ისე არ მოიქცევთ როგორც ისინი მოიქცნენ. ანუ არ მოვიქცევთ როგორც ის რას ნიშნავს ეს გიორგი? სახაჭაპური იყო ადრე იქ და ძალიან კაი ხაჭაპური ქონდა და იაფიღიდა თან და მე ხაჭაპურიც გააძვირეს და გააფუჭეს კიდეც. გამიგე და იმედია ეგ არ მოიქცევთ თორე დანარჩენი მივესალმებ სიახლოვეს. მივხვდი, გასაგებია კი ბატონო, გასაგებია ხო. ისე სხვათა შორის ერთხელ რომ შემოვიარე თქვენთან ძალიან უკმაყოფილო დავჭი. რატო? სად შეიარე კაცო შენ? ერთხელ გოგო ერთი 10 რატო შეიარე? 10-დან 8-ს დაგიწერდით. ისე მაინ მე ხო ხელოსანი ვარ. სახაჭაპური გეგონა? მე ხო ხელოსანი ვარ გოგო, მე ხელოსანი და კაფელი იყო ცური დაგებული. და 10-დან 8 ქულას დავწერდი. 1-დან 10-მდე თქვენ 8-ს გვიწერთ? კი, მე 8-ს დაგიწერდით რა. კი ბატონო. რა კაფელი იყო ბიჭო რა? მე ხო მიგონებ ხა გიორგი არ გადავრია. ხო მუშაობდა, ხო უნდა მენახა მარტა იქ ხალხი როგორ და რაღაც იტყუები რა რა ხელოსანი კაცო რა კარგი, ანუ 8 ქულა დავწერეთ კი ბატონო. ისა ეს ეთყობა გოგვარი პროექტის ნაწილი თან. რა გიორგი? ისა სკვერი ხო გაგვიკეთეს, ტრენაჟორები ხო გაგვიკეთეს, სკვერი გაგვიკეთეს. ეხა პირად ცხოვრებაზე ზრუნავენ ჩვენ მამაკაცების პირად ცხოვრებას და ესე იგი საროსკიპებს ხსნიან უბნებში ეთყობა. ანუ თქვენ მიესალმებით სიახლეებს. რა სიახლეს მიესალმები გიორგი? ანუ საროსკიპოს გახსნას მიესალმები? გოგო, საროსკიპო რაშო ვინ ახსენა, რაშო მე ვთქვი სიახლეებს მიესალმებთ, რაშოა შეხება. ხო, მაგრამ ეს სიახლე არის საროსკიპოს გახსნა. მომისმინე ის უბანში რო განათებები გაგვიკეთეს, სიახლე არ იყო, იმად რატო არ თქვი არაფერი. საროსკიპოზე რო ჩამაფრინდი ეხა. ბიჭო, ნატურის გამოსვლა და საროსკიპოს გახსნა ერთი და იგივე. სიახლეა ორივე და მივესალმებ რა. გიორგი, შენ ძალიან ცუდა ჭიკჭიკებ, ეხა შედი უთაობა გააგრძელე. უთო. ისა ბოდიში და ის მინდოდა დავამთავროთ ეხა ქალბატონო. არა 70%-იანი ვაუჩერის ფასდაკლების ბარათი მინდოდა გადმომეცა გიორგი და არ უნდა, არა. ხო, არა, რა ხარ არ უნდა კი ბატონო. არ უგინდათ მართლა? არ უნდა. კარგი მინდა კაცო მოაშორე, არ მინდა შენ რა. მიხედა მან შეზაქრეს ახლა. მიხედა. ხდება კაცო, მაგრამ რა აგრესიული უბანია, რა ხალხი ცხოვრობს, წესიერი ლაპარაკი თქვენ არ შეგიძლიათ. რა არის, არ გინდათ ეს ვაუჩერები და ნუ გინდათ, კაცო, კი არავინ გეხ. გადავალ იქით კორპუსში. ბოდიში, ვაუჩერი დარჩა მინდა.
რაღაცა ვაუჩერი 70%. მოდით. დეგენერატ. ო, გაატრია ხედავ მე რა ჩანდამატყინეს. მოდით. ვინასა? 70%-იანი, 21-ჯერადია იცოდე, ახლა მრავალჯერადი და ის არა. მომისმინე ხინკალი ხო იქნება ის. ისევ ის არის, ხინკალი, ნათია. აი რა ხინკალს აკეთებენ შენ. ნათია დაგხვდებათ რა, მოხდა. აი, ეს უნდა რა გაგვიცნეს უვაგისები ხართ. ხალხი არა ხართ, კაცო. აბილწეს უბანი წაბილწეს. მოგესალმებით ძვირფასო იუთუბერებო, თქვენ უყურებთ სოსოს ვლოგს, ყველაზე მაგარი და ყველაზე მაგარი გადაცემა. ერთი წამი, სტოპ. რა გინდა? ბიჭო, სოსო, 1000 ლა გიხსენი რა, წინა ვლოგი რო გადავიქეთ და ჩავწერეთ, კარგი გამოვიდა, გასაგებია, მაგრამ ey მოიხილე იყო, არ უნდა ყველაფერზე რა. წერენ კომენტარებში მე რა ნოუზდელობს და 1000 რაღაცა, YouTube-ია ხო იცი რა. ჩაულებრივად ისე რომ გინების გარეშე გავაკეთოთ, ხო შეგიძლია? კი. შეგვიძლია? დავიწყო მატორ. მატორ, დავაი. ძვირფასო გამომწერებო, დღეს უნდა გესაუბროთ მანქანაზე. მანქანაზე რომელმაც შეცვალა ავტოინდუსტრია საერთოდ მსოფლიოში, რომელმაც შექმნა ეპოქა, მანქანაზე რომელმაც დაწერა ისტორია და დღემდე აგრძელებს ჩვენს გაოცებას. მას ასე ძვირფასო მეგობრებო, თქვენ წინაშეა BMW 530 GT Gran Turismo, ჩემელა ბუსუსები მაყრეს. 730 ნიუტონმეტრი სტეიჯი ერთი 19-იანი დედალმამა ალპინა დისკებზე უდედის ერთი წამი, ბიჭო, ერთი წამი, კარგი, რა გავჭერით. რა გჭირს? ბიჭო, ხო გითხარი, ნუ იგინები. გავიგე, მაგრამ ნუ იგინებით ხო, არ უნდა ეს გინება რა. თუ დავადოთ Mercedes მაშინ. Mercedes რო იყო თუ დაადე მაშინ. ეგარი. კაი, გავჭერით. ლეგენდის თანახმად ძვირფასო იუთუბერებო, როცა ღმერთი მაგარ ძრავებს არ იგებდა და BMW მისვლა დააგვიანა შემიძლია. დააგვიანა მისვლა და ძრავი აღარ შეხვდა. და ღმერთმა უთხრა. ჩემთვის ხონდა გადანახული ერთი BMW ძრავი. M47 ბიტურბო და შენი იყო თუ შემიძლია. თავისი ძრავი გვაჩუქა. BMW არის აბრევიატურა, სადაც B ნიშნავს ბრძოლას, M ნიშნავს მაგარს და V ნიშნავს მadzაგ-ძაგებს შემიძლია. ოსა შეხედეთ რა, ემბლემა BMW. კაი, სოსო, ეხა რა ქენი იცი, სანამ უშუალოდ სტუმარზე გადავართ, ის რო გამოაცხადო სპონსორი რა. ოკეი? ბალარი არ არის. დავაი, მიდი ერთი წამი. შეგვიძლია? ეს მეკეთოს თუ ხელში მეჭიროს. გეკეთოს. ასე. დავაი, შეგვიძლია? დავიწყო? დაიწყე. ჩემი YouTube გვერდის სპონსორია იყო სემიჭკი-ზეთი კახეთიდან. ჯერჯერობით დაბალი ნახვები გვაქვს. იყო და საჭმე-ზეთი დაინტერესდა მარტო იყო თორე ისე რამე მანქანიზეთების თუ დაინტერესებით რომ BMW-ში ჩავაცხადე იყო და მაგრამ ვიკაწრავდი და მიდეკეთე. ჩემი ტელეფონის ნომერი მითითებულია აი. აიჭრა. ზოგი იძახის რომ BMW-ს მინუსი არის რომ წყალსად უღებდო ჯერჯერობით. მაგრამ მე პლუსად მიმაჩნია იყო. იმინა პლუსია რა მე თუ მკითხავ, იმიტომ რომ წყალს როგორც კი აადუღებ იყო. ეგრევე ყავას ვიდუღებ იყო. სანამ მაგ ყავას დავლევ ძმაო, ეგრევე წყალით სივდება იყო. ეგრევე ჩავაგდე ყოღონ ჯერ დავაჰაერებ ჯერჯერობით. დავაჰაერებ და მე წავიდე ჯერჯერობით დრიფტავება აუ რა საჭია იყო იმენა ქალის გაიჭრა. პირველად მეგობრებო, ამას წინა დიუსტიციაში მიყავი, იყო სახელი და გვარი რო გადამეკეთებია ჯერჯერობით. ბადრი მამალაძე ვალერიძე იყო რომ ყოფილიყავი ჯერჯერობით. შეიძლება ასე არ ჟღერდეს კარგად მაგრამ აბა ინიციალები ნახეთ როგორია B ბადრი მამალაძე ანუ B მე ვალერიძე ანუ BMW ხო მაგარია და საერთოდ მე რო ღმერთი უყოფილიყავი კაცობრიობა არ იარსებებდა შევიდე 6 დღე BMW-ს აწყობას მოუნდებოდი და მე-7 დღეს დავისვენებდი შევიდე ამას გამომშვები ხარხალა ეს ამოჭერი ჩემი ეს არ გაუგო ამოუჭრი სოსო ამოუჭრი ამოჭერი ეს ხო მომისმინე ეხა რა ქენი იცი
ეხა უშუალო სტუმარზე გადავიდეთ, ხამიგე? და სტუმარი გამოაცხადე. არ არის. დავაი, გავჭერით. შეგვიძლია? შეგახსენებთ მეგობრებო, რომ თქვენ უყურებთ სოსოს YouTube-ს, ყველაზე მაგარი BMW-ს და შეგვიძლია. ეს არის BMW-ს მოყვარულთა ავტოლოგი. აბა ყველა როგორც BMW-ს ტარების დროს ისე ჩავითენთო და ჩავეზილოთ ჩვენ სიდენიებში. თქვენ უყურებთ პოდკასტს, ბოდიშვილებო, და დღევანდელი ჩვენი სტუმარია მანქანების დიდი მოყვარული, ყოფილი ქუჩის მბრბოლელი და სისტრაფის მამა გიორგი, იგივე გიორგი ხუსკივაძე, ხუსკო. რა შვები ხუსკო რა ვახარ? რავი ძველებურად, სოსო პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები შენს YouTube მაყურებელს და ძალიან გამიხარდა რომ მომიწვიე სტუმრად გადაცემაში. ასევე შემომეგობარო, ასევე შემოძმაო. რა შეგიძლია მითხრა მაგალითად აი ამ უდედეს მოდელზე რომელიც არის BMW-ს მარკის შეველებადია და ჩვენს უკან აყენია. ნუ ამ მოდელზე რა შემიძლია თქვა ამ მოდელს აქვს განსაკუთრებული ძრავი. თუ აი კატი ძრავია, კომპლეტამატორი არის, კომპრესორი არის, ვაფშე მოდელები და სუპერ მანქანა არის. მე ვიცით, ყველა ვიცით ეგ შეველებადია. კიდე რა სიტყვი ნუ ამ მოდელის სამუხრუჭე სისტემას რა შეეხება? სამუხრუჭე სისტემა ბრემბოა. იმენა ძალიან მაგარია, აპოლონი დისკები აქვს, ვაფშე ორმაგი ვენტილაცია. კიდე რა ხო შეგიძლია რომ დაამატო? დაამატო წვას რა შეეხება ეხლა მეგობრებო? ეს იმენა ქალაქში წვავს 15-16 ლიტრი მიგო და მე პირადად ვაწვევი უფრო აი 30-35 ლიტრი მიგო და ჩაჭერა მევასება. შეველებადი და ვურო გააწუდია მაგრამ მე ბოდიში ეცამი რა, ბოდიში. აცადე სტუმარს რა. დააცადე რა სტუმარს გეუბნები. ბოდიში შეგვიძლია გავაგზელოთ? ამას რა უნდა ვაცადო? ზეპირად მისი ეს მანქანა შეველებადი. ამან მე რა უნდა მითხრა? მაგრამ აი ხარა ჩვენ იბადროთ ბოდიში. სპონსორის მიჭია და ილაპარაკოთ მოგი მიჭკიზეთი ბოდიში. გრძელდება სოსოს ლოგი BMW-ზე ყველა და უდედის მანქანებზე. მართალია ჩემი პროდიუსერი მართალს ამბობს იმენა ცოტა სტუმარიც უნდა ვალაპარაკო და მე სულ ვლაპარაკო მაგრამ ჩაზე მეტი არ ამონია მანიცოდი. აბა რა სიტყვი მანქანაზე? არა ამ სოსო ამ კონკრეტულ მანქანას რაც შეეხება უდაოდ ძალიან მაგარი მანქანაა, აი უდაოდ ძალიან სერიოზული მანქანა არის, არ შემიძლია არ დაგეთანხმო. ერთი თუთი რაღაცას გეტყვი რომ იცოდე და ყველა მინდა იცოდეთ რა მანქანა არის ორი სახის. ორი სახის შეველერა. არის BMW და დანარჩენი მანქანები შეველერა. არა მაგაში არ შემიძლია არ დაგეთანხმო ეს კონკრეტული მოდელი იდეალური არის, აი ძალიან მაგარი მანქანაა, მართლა შეკრული, სწრაფი. მაგრამ მე პირადად ეხა Mercedes-იც მომწონს რა. არის Mercedes-იც რაღაც მოდელები. არა, გასაგებია რომ ეხა Mercedes-ი ვფიქრობ და რაღაცა და Mercedes-ის სტუმარი და რაღაცა და ვითვალისწინე. იმიტომ რომ მაინც ხოვდებით ბრენდია რა, Mercedes-ი უფრო ბრენდია, აი რო ჩაჯდები თვითონ მანქანაში, აი რაღაც შეკრული მანქანაა, ხმის იზოლაცია ისე აქვს გამოყვანილი რაღაცა. გასაგებია, ეხა რომ Mercedes-ი რაღაცა, ნუ არც მინდა მაგის ხსენება. ხო. არა, იმიტომ რომ თან სამუხრუჭე სისტემაც ეხა Mercedes-ი ისეთი გამართული აქვს, სისწრაფე, რაღაც კლასია რა, რო ჩაჯდები მანქანაში, ესე გრძნობ რა, აი მე ბიზნეს კლასი და არ ჯა. ბატონო მოდიუსერო. ეს მე ჩემი აუ აი ერთი წამი სოსო ერთი წამი კარგი ბოდიშს გიხთ მე გიხთ რა ვიცი სტუმარია გავიგე მაგრამ სტუმარია მომიყვანე შალოვი ჩალაპარაკო რაღაცა ისეთი ბოდი მე პირადად გიხთი ბოდიშს კარგი რა სოსო რა გავაგზელეთ რა ბოდიში რა ვაში რო იცოდე ხუსო ერთად რა დროს მევასება იცი აი სარკეში რო გავხედე და უკან რო ჩარჩევე ჩამოვიტოვებ ხოლმე ეთი 200 მეტრი რო ჩამოვიტოვე არა რა ვიცი ხე გემოვნების ამბავია თორე ჩემო ხუთი რო იცოდე Mercedes ყავს 3 მოდელი იცოდე ჯერა ერთი არის მარშრუტკა მეორე არის ნაგვის მანქანა და მესამე არის კატაფალკა ჯერა არა რა შუაში ხე Mercedes-ის ძალიან მაგარი მანქანა არის იმენა მანქანა არის სად BMW და სად Mercedes კიდევ ერთხელ ამბობ რომ კი მაგარია BMW მაგრამ Mercedes-ში რო ჩაჯდები იმენა დონე არის მანქანა ნავარკო კლასი იმენა თუმარი გავიგე მაგრამ ჯერა გაგიყვან ერთი წამი სოსო რა გინდა ეხა შალოვის პროსა რა გინდა რა Mercedes-ის ბიჭო აგე რა ჩემი დედას ფიცავ რა რა Mercedes ვისისო რუსთავში ვაფშე რა ჩაუ შენა ხა ჩემი
იყავი. ჰა, ხება, შალმოვიჩი. ახლა გისმენთ. შევდია გაბელერაური. შენ ვაფშე რუსთავში მისის რომ ეცი კაცი. რა ვინ? მევლუდას ის რომ მევლუდა ვინ არის? არ ვიცი. ვინ არის? სლეიგას ის რომ რავი, არ ვიცი. ხაჯაიას ის რომ ვიცი. რავი, შოთას ვიცი და აფხაზავას. აუ, გამო, გარეთ ჩემი რა შოთა. ჩემი რა გი? გამო, გარეთ ჩემი. ჩემი რა გი? შოთა აფხაზი. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.